მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა უცბად უნდა მოგიყვეთ რა. აღმოვაჩინე რომ დედოფალმა დამბლოკა. დედოფალი იცით რომელია, ხომ? აი ეს ადამიანი მე რო გავაკრიტიკე. ურია რომ არის და ასე შემდეგ. ეხლა ვეგანახებთ მაგის სახეს, მაგის გომბეშოს სახეს და თან რას აკეთებს, იცი? თან მპასუხობს, თან დამბლოკა და თან მპასუხობს თავის გვერდზე რომ ესე იგიო ჩვენი წინაპრებიო მცხეთაშიო თან კერპტა ღვთისმცემლებიც იყვნენო და თანაცო ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებოდნენო ჯერ რომელი ურია ემსახურება ჭეშმარიტ ღმერთს და რომელი ებრაელი მაგრამ აჰა კაი ვთქვათ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებაში არიან ებრაელები აი ეს დედოფალი გომბეშო ესა აი ეს ამაზეა საუბარი მეგობრებო აი ამ კაცმა დამბლოკა. დედოფალი ქვია მაგის გვერდს და თან პასუხი გამცა. ხო და ეხლა როგორ გავიგე, იცი ეს, რომ პასუხი გამცა და თან დამბლოკა? გითხრათ. არ გეტყვით, თორე იმასაც დაბლოკავს. ნუ სტუმრად არის ჩემთან ერთი და იმაში ვნახეთ. ეხლა რა ხდება, იცით მეგობრებო? ეს ტიპი ვერ აცნობიერებს იმას, რომ მცხეთაში, ქართლის ცხოვრებაში გარკვევით წერია, რომ ქართლოსმა, რომელიც იყო კერპთაყვანისმცემელი, რომელიც არ მას გაცი გაის ემსახურებოდა, აი ამ ტიპმა, ამ ურია ჰურებს ხარკად მისცეს მცხეთა. რა არის მაგაში გაურკვეველი? და ხარკად რომ ის ერთი წუთი მომეცი რა წავიკითხო და თან გავარკვიო მაგის უნდა იმას ავქნა რა ქვია მაგის ერთი წუთით ეხლავე რა აჰა დედოფალი მოვძებნო დედოფალი კარგი ახლა ნახე სად არის მაგისი ბოლო წავიკითხოთ. რატომ ვერ იარსებებდა საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქი იერუსალიმი ვერასდროს წერს? შეკითხვა ასეთია. რანაირად შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ ეს ჩვენი კერპთაყვანისმცემელი წინაპრები ერთდროულად ყოფილიყვნენ კერპი არმაზის თაყვანისმცემლები და პარალელურად ძველაღთქმისეული ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები. ესე იგი, რას ამტკიცებთ, რომ ქრისტე დაიბადა და გაიზარდა იმ ქვეყანაში, იმერში და იმ ქალაქში, რომელიც მცხეთაში აღმართულ არმაზს სცემდა თაყვანს და რომელსაც ფარნავაზები მართავდნენ? კითხულობს რა ეს ტიპი და იმას არ იაზრებს, რომ ეს მცხეთა ეკუთვნოდა ჰური იყო ეს მცხეთა ეს ქალაქი, სადაც კაციჭამია ებრაელები ცხოვრობდნენ, ხალხო. და რომელი კაციჭამია ებრაელები საერთოდ ვერ იქნებოდნენ ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები. რატო ვერ იქნებოდნენ ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები? ეს როგორც აღწერს ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები, აი ახლა ნახე მოიცადე. რანაირად შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ ეს ჩვენი კერპთაყვანისმცემლები წინაპრები ერთდროულად ყოფილიყვნენ კერპი არმაზის თაყვანისმცემლები და პარალელურად ძველი აღთქმისეული ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლებიო. ხო, ძველი აღთქმისეული ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები, რომლებიც კაციჭამიები იყვნენ და გვამი არ იმარხებოდა იმ დროს. ქართლის ცხოვრებაში გარკვევით წერია რა. ეხლა სადმე ახალ აღთქმაში ან ძველ აღთქმაში რატომ არაა ნახსენები არც ფარნავაზი, არც არმაზი და ასე შემდეგ. ამ ტიპს გომბეშოს თუ ძალიან უნდა რომ გაიგოს ვინ იყო ქრისტე და სად დაიბადა უბრალოდ მარიამ ღვთისმშობელის თმის ანალიზი გააკეთოს მოიპოვება საქართველოში ჩამოსულია მარიამ ღვთისმშობლის თმა და გაიგებს ერთ წუთში ნახევარ საათში თუ ვინ იყო ქრისტე და სად დაიბადა ქრისტე და რომელი ქალდეველი იყო მარიამ ღვთისმშობელი და ქალდეველები საცხოვრობდნენ საერთოდ აუ რა საზიზღრობები მიმდინარეობს და დაჟე ამასთან ერთად კიდე გავიგე ის რომ ქალაქი მცხეთა უყიდია თურმე ორ ძმას რომელიც მთელს ბაღის გაშენებას აპირებს სვეტი ცხოვლიდან ჯვრის მონასტრამდე გეცემანის ბაღის გავლით არ არიან ძმები? არა ძმები არ ყოფილანო სხვადასხვა ტიპები არიან ოღონდ ჰურიები ხალხო ჰურები ეხლა გავაგრძელოთ რა სადმე ახალ აღთქმაში ან ძველ აღთქმაში რატომ არაა ნახსენები არც ფარნავაზი, არც არმაზი და ასე შემდეგ. ასევე ვიცით რომ ქრისტეს დაბადების დროს ამოიღეს და იმიტომ რა თუნდა ამას პასუხის გაცემა ხალხო.
ეს რა კითხვა არის? ის რომ უამრავი სხვა წერილი ამოიღეს ამ გარდა ამ 4 მახარებლისა ის არ იცის ამ გომბეშომ? თან თავი მოაქვს რეჟისორად. რეჟისორის წინააღმდეგ მოგიგებ შანსი არ აქვს. ჩემს წინააღმდეგ შანსი არ აქვს. თან რომ აიგნორებს, ჩემს სახელს რო არ ახსენებს, თან ბლოკავს და თან მე რო პასუხს არ აუშავს. მაგარი რეჟისორი ხარ რა, ძმა. სადმე ახალ აღთქმაში ან ძველ აღთქმაში რატომ არაა ნახსენები არც ფარნავაზი, არც არმაზი და ასე შემდეგ. ასევე ვიცით რომ ქრისტეს დაბადების დროს ძველი აღთქმაში მოხსენიებული მეფე ჰეროდე ხოლო მას პერიოდში იბერიაში მეფობს ადერკი. კიდე უამრავი შეპირისპირება შეიძლება გაკეთდეს, მაგათ ჰეროდე სად მეფობდა ეგ იცი? და ადერკი და ჰეროდე რომ შეიძლება ერთი და იგივე აღმოჩნდეს, ეგ თუ იცი შენ რეჟისორო. ნამდვილად ვერ ახარ კარგი ისტორიკოსი, გეტყობა რომ არქეოლოგია არ გისწავლია და შენგან განსხვავებით მე მისწავლია არქეოლოგია. კიდე უამრავი შეპირისპირება შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ჯერ აქედან დაიწყეთ აზროვნება. აი ეს ყველაფერი ერთმანეთში რომ მოიდი რა რეჟისორობას გააგრძელე, რეჟისორობა არ გამოგდის ისტორიკოსობა და არც არქეოლოგობა ძმა. კიდე უამრავი შეპირისპირება შეიძლება აი ეს ყველაფერი ერთმანეთში რომ არის თავსებადი იქნება გაიაზროთ. შესაბამისად დასკვნა ერთია რომ ქრისტეს პერიოდში იერუსალიმი ვერ იქნებოდა იბერიის სამეფოს ტერიტორიაზე, ვინაიდან მას სრულად აკონტროლებდნენ ფარნავაზთა დინასტია. What? მერე რა რო აკონტროლებდნენ, ერთი და იგივე რო აღმოჩნდეს რა, არაფერი არ ეწინააღმდეგება ამას. მოიცადე იერუსალიმი ვერ იქნებოდა იბერიის სამეფო. პირდაპირ გიწერია ხალხო, იერუსალიმი იყო საქართველოში. საქართველოში იყო იერუსალიმი. თუ მაინც გაინტერესებს სად? მცხეთაში. და ის ტერიტორია, რომელზეც შემოფარგლულია და კედელი იყო აშენებული, ისიც შეგიძლია მოძებნო. მოღონდ შენ მაგისტვის არქეოლოგიის სწავლა მოგიწევს, ჩემო ძვირფასო. უხრა კარგად მიპასუხათა როგორ დამბლოკა. აი ესე მაიგნორებენ ხალხო. თან ძალიან აინტერესებთ ჩემი ნათქვამი და თან კიდემ ბლოკავენ. არა მე რაღაც ძალიან განსაკუთრებული დავიბადე ამ დედამიწაზე. ხოლო იბერიები ქართველები კი უზენაეს ღვთაებად არმაზის კერპს აღიარებდნენ. გეუბნები არმაზის კერპთა ღონისძიება იქით მხარეს იყო ხიდეს გადაღმა. აი სადაც არმაზის ციხე იყო. არმაზ ციხე სადაც არის არმაზ ციხე და არმაზ რა ქვია მაგას არმაზის ხეობა. მანდ იყო არმაზის თაყვანისმცემლობა და იქით მხარეს უკვე ხიდს გადაღმა, რომელი მხარეც ქართლოსმა ჰურიებს დაუთმო ხარკად, აი მანდ კი იყო იერუსალიმი, რომელიც ეხლა გადაიტანეს და კიდე გადაწანასურთ და კიდე აქეთ გადმოტანასურთ. დაჟე, კიდევ იქ დაბრუნებასურთ, სადაც იყო უშუალოდ ეს იერუსალიმი, ხალხო. როგორ უნდათ დაგვაბნელონ და დაგვაბლენდერონ ამ დებილმა ურიებმა უბრალოდ სიონისტებმა რა, აი სიონისტებმა, ხო. მერე შესაბამისად ვერც ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდებს ვერ ექნებოდა ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე. რატომ ვერა? რატომ აქ არა გვაქვს იორი? აქ არა გვაქვს მდინარეები? აქ არ არის ის ადგილები, რაც აღწერილია და დაჟე ეგვიპტეც რო აქ იყო, იცი შენ? ნაბუქოდონოსორი კი არა და ის გვიროსი, მეფე გვიროსი, ეგვიპტის მეფე რომელიც არის მოხსენიებული კამბისენად არის მოხსენიებული ის ადგილი, სადაც მეფე გვიროსი იყო, სადაც ძველი აღთქმისეულ წერილებში მოხსენიებულია. იცით სად იყო ეგ? ჭაჭუნას აკვეთილ ტერიტორიაზე კამბისენა ერქვა იმ ტერიტორიას, რო იცოდეთ და დღეს კაცი შვილი იქ არ მიდის ჩემს გარდა და ჩემი მეუღლის გარდა და კიდე მესაზღვრე თუ სასაზღვრო პოლიციის გარდა და კიდე ვიცით რა არის მეგობრებო? იმ ადგილზე არავის არ უშვებენ. იმიტომ რომ იქ მთელი დიდი დინასტიებია და მიწასთან გასწორებული, იცით? და მთელი დიდი დინასტიები მიწასთან რომ არის გასწორებული, არავის არ აწყობს რომ ეს დაინახოს თვალნათლივ. თუმცა რამდენიმე ლაივი ჩავწერე მე იმ ადგილებში, როცა ვიყავი და გავანდეს ქართულ ხალხს თავისი არტეფაქტები და თავისი იმ დაანგრეული
ამხელა სახელმწიფოებით, ამხელა ჩემ ხელა და ჩემ 2 მეტრიანი ქვევრები იმაშებოდა, იწვებოდა იმ ადგილზე. სად იყო საწავიდა ეს სახელმწიფო? სად გაქრა? ეს კამბისენა სად გაქრა? ეგვიპტეც მანდიყო და ელიაც მანდიყო, იცით თქვენ? ხო და სადამ ჩვენ დაბნელებას ეცდებით, თქვენ გამოშტერებულო სიონისტებო. ჯობია თქვენ გაინათლოთ გონება რა. ეხლა შესაბამისად ვერც ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდების ვერ ექნებოდა ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ახალ აღთქმაში აღწერილი ქალაქი იერუსალიმი, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოღვაწეობდა, სადაც ნახე როგორ ახსენებს ჩვენიო. შენი სად არის ეს სიონისტო გველის წიწილო შენ? შენი უფალი არ არის იესო ქრისტე, შენი უფალი არის ის მოშა, რომელიც ახლა უნდა მოვიდეს. ხოჯა. აქედან გამომდინარე ახალ აღთქმაში აღწერილი ქალაქი იერუსალიმი, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოღვაწეობდა, სადაც იგი ჯვარს აწვეს, დაფლეს და მესამე დღეს აღდგა საქართველოს ტერიტორიაზე, ვერც ერთი ნაწილი არ დაფლეს, ის შეინახეს აკლდამაში, სადაც წმინდა ნინოს წყალი არის, იქ არის მისი აკლდამა. ეხლა წმინდა ნინოს წყლად არის მოხსენიებული. იქ იყო მისი აკლდამა, სადაც მესამე დღეს აღდგა, საიდანაც მესამე დღეს აქ და საქართველოს ტერიტორიაზე ვერც ერთ ნაწილში ფიზიკურად ვერ იარსებებდა, უკვე გითხარი სადაც არის. ამიტომ ვერც დავითისა და სოლომონის დროს ვერ იქნებოდა ეს ქალაქი საქართველოში. იქნებოდა უბრალოდ მეტი ისწავლე, გომბეშოვ, მეტი ისწავლე. ვინც არიცით, ყავდა ასეთი დიდი მეფე სახელად ფარნავაზი. ფარნავაზის მოღვაწე, ფარნავაზი როდის იყო, კაცო, ფარნავაზი მანამდე იყო. ისტორიაში დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის, ხო, აი ნახე ისევ გადააქვს. გესმის, აი როგორ აქეთ-იქით შეუძლია კარგად იჟონგლიოროს თემიდან თემაზე გადახტომით. ფარნავაზი თვითონვე იწეხის ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში იყო და მე-4 საუკუნეში რა უნდა პირველ საუკუნეს, ბიჭო? ოხ, შენი დედავატირე. პირველ ნახევარი ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულად თარიღსაც ასახელებს. ძველი წელთაღრიცხვით 284-219 წლები. ხო, მე ეგ რას უშლის, ხელს არაფერს არ უშლის, აი იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. გამეფებისთანავე ფარნავაზი შეუდგა, არ მაინტერესებს რა გავაკეთა ფარნავაზა, არ გვეთი ერთი კახეთი, ხუნანი, სამშვილდე და ფარნავაზმა ესენი დაარსა, ხო? მე მაგირა რა პრობლემა არის? ახლა ნახე, რაღაცები გაუგია ისტორიიდან და ჩამოთვალა და აი ნახეთ, თან ეს სურათი უჭერია ღვთისმშობლის ერთი წუთით. აი ნახეთ ახლა, ეს სურათი უჭირავს, ხედავთ? ღვთისმშობლის ხატი და ამხელა სტატია გააშანშალა ჩემს ნალაპარაკების შემდეგ პასუხი გამცა თითქოს და თან დამბლოკა. გესმით? ხო მაგარი ტიპია. აი ესეთი მაგარი ტიპები არიან სიონისტები. მე მაგათ სიონისტებსაც არ უძახით, ციონისტები ქვიათ მაგათ, ციონისტები. თავისებს ციონისტებად უძახიან. ხო და იცით რა არის მეგობრებო? მოკლედ ერთი სიტყვით, თუ ჩვენ გონიერები ვერ იქნებით, მარტო მე და ჩემი ღვედობა, ხო, აი, რა ვიცი, ზღვაში წვეთია რა და ზღვაც წვეთებისგან შედგება და მეც ერთი წვეთი ვარ მათ შორის რა და თქვენ თუ ხმას არ ამოიღებთ, ხო? მაგარი დაგაჯავენ თავზე უკაცრავად, უკვე გაჯავენ, აგე ვიღაცა მოიყვანეს რეჟისორი ალაპარაკებენ ბევრს, რომელსაც აზე არ არის და კარგად შეუძლია აქეთ-იქით ადამიანები გამოაშტეროს და პირველ საუკუნის დროინდელ თემაზე ვსაუბრობ და ძველი წელთაღრიცხვით 3 საუკუნით წინ გადახტეს. აი ეს შეუძლია კარგად ჯონგლიორობა ადამიანმა, როცა არ იცის ისტორია, დაჯდება ეს დებილივით, ბელენჯვერივით ჩამოაგდებს ყველას და მოусვენს ესე, ვერაფერს ვერ აპასუხებს, მაგრამ სამწუხაროდ მეცნიერები, რომლებიც გონს არიან, რასაც ახლა ვლაპარაკობ მე, სამწუხაროდ ისინი წყლას ჩამოაგდებენ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ეტყვიან. იცით რატო? იმიტომ რომ ეშინიათ რომ არ მოიხსნას სამსახურებიდან. იმიტომ რომ ეშინიათ რომ ვიღაცამ შვილებს იმათ შვილებს დედა არ უტიროს. იმიტომ რომ ეშინიათ ვიღაცამ ციხეში არ ჩასოს. იმიტომ რომ ეშინიათ ის და იმის გამო, ხვდები? სხვადასხვა რაღაცების გამო ეშინიათ რა და მაგის დედავატირე მე ქრისტიანი ვარ და შიში ნაკლებად ვიცი რა. არა მაქვს მე შიში არავის. არ შენი გომბეშო. მიუხედავად ის რომ დამბლოკე. მაინც ამოგთხრი. როგორ არის მაინც ამოგთხრი შენ.
ნახეთ მიწიანი ხელები ვარ, მიწაზე ვმუშაობდი მეგობრებო ეხლა და იმიტომაც სამუშაო ფორმით გამოგეცხადეთ და მე არ ვიცი, ვინ უნდა დაიცვას კიდე საქართველოს. ეხლა სექტემბრიდან იწყებენ, ნახე რას აკეთებენ, ორმა იუდეველმა შეისყიდა ეს ტერიტორია, მთელი მცხეთის ტერიტორია ჯვრამდე. და აკეთებენ ესეთ რაღაცა ბაღის გაშენებას. ხომ განახეთ მე თქვენ რომ გამოვიდა ის და ვითომ გამწვანების ბაღმა რომ გამწვანებამ ბუნების გამწვანებამ რომ ხალხს მოსთხოვა დონაცია და თან შემოწირულობები და თან ამუშავებს ამ ხალხს, ამ ქართველებს ამუშავებს, ქართველებს, რომელიც აი ამ მოტივით ვითომ უნდა დააბრგოთ ხეები, საქართველოში ხეები დიდი ხანი არ დაგვირგავს და აი ამ 142 იმაზე სექციაზე უნდა დარგონ მთელი ტყე გააშენონ თურმე და თან ქართველები უნდა ამუშაონ დებილები ეს ვისაც დაადებილებენ თან ებრაელები არიან თავში თან დონაციაო თან შემოწირულობაო და ადგებიან ეს მიაფშვნიტავენ ეს ქართველები და თავისი ხელით ამოითხრიან მიწას ამოუთხრიან მიწას იმ ებრაელებს გესმის და ჩემზე იცი რა სიტყვიან ეს გიჟიაო ეს გოგო რა პლანს ეწევაო და კუდიანიაო ეს ეტყვიან გესმის და თქვენს დაიჯერებთ ალბათ რა დედა მოტყან თქვენი რა ვინც შემზე იტყვის კუდიანიაო და ვინც შემზე იმას იტყვის რაც არ ვარ აი მიწაც ამოგეთხაროს შენი ხელით და შიგ ჩამჯდარიყავი და ზედ დაგეყაროს მიწა შენივე ხელით რა ვინც ჩემზე იტყვის იმას რაც არ ვარ და მოტყნულები ესენი შემოგვესიენ ბიჭო აქ არის თავზე დაგვაჯდა ერთი ებრაელი თავის განავალზე თავის იმას მეზობლის ეზოში უშვებს ყველა სამსართულიანი სახლი აიშენა და ის კანალიზაცია ვერ გააკეთა ამ დედა მოტყნულმა უკაცრავად რა რომ ამ ებრაელებმა ჩვენ არ დაგვასხან თავისი ფეკალიები რა გინდა ამ სოფელში და გინდა ნებისმიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეს დედაატირებულები მალე ბომბი ჩამოვარდებოდეს და მაგას ყველას გაწყვიტავდეს ღმერთო ამას გთხოვ რა ნებითა შენითა რა ბიჭო მე სხვა იარაღს ვეღარ ვხედავ რა ან ჩვენი გაწყვეტა ან მაგათი გაწყვეტა და ერთადერთი იარაღი რაც მე ეხლა დამრჩენი არის წყევლა და დავიწყევლები იმიტომ რომ ღმერთმა მომცა ეს უფლება რომ დავიწყელო აი რომელმა ლეღვმაც ნაყოფი არ გამოიღო და ქრისტემ რო ეს ლეღვი დაწყევლა ამით მაძლევს მე იმის მაგალითს რომ მაქვს წყევლის უფლება თუ კი სხვანაირად აღარ შეიძლება და მე ვხედავ რომ სხვანაირად აღარ შეიძლება საპატრიარქო ჩვენი ხელისუფლება ყველანი მაგათი ნაყიდები არიან ეგ დედაატირებულები რა ამიტომ ჩემი პირიდან გამოვა ის ცეცხლი რომელიც მაგათ დაწონს ზუსტად როგორც არის ნათქვამი ენოქის წიგში რა ის ერთრქიანი ცხვარი დედას უტირებს მაგათ. დიახ, იმიტომ რომ სამართლიანად იბრძვის ის ცხვარი და ის ცხვარი მე ვარ. კიდევ ერთხელ გეტყვით და კიდევ 10,000 ჯერ გეტყვით. ასე რომ ებრაელო გომბეშოებო ხელში მოიმარჯვეთ, იცოდეთ ფარები, თორე ცეცხლის წვიმა მოდის თქვენს თავზე მალე რა. გინდ საქართველოში და გინდაც იქ სადაც ხართ. მიწას ვერაცდებით იცოდეთ რა. ღმერთო შეისმინე ჩემი ვედრება ძალიან გთხოვ რა. თქვენ რა სიტყვით რა ამდენი ხანი მიყურებთ არაფერს არ ამბობთ. კარგი არც თქვენ საერთოდ ადამიანმა ესეთი რაღაცა აი ცაგარელთა რო ვიყავ ესეთი სიტყვები მითხრა რა. მარტო შენ უნდა გააკეთო, მარტო შენით უნდა გააკეთო ყველაფერიო. არავინ არ უნდა დაგეხმაროსო. მარტო შენით არავინ არ დაგეხმარებაო. აი ესეთ ბედზე ვარ დაბადებული და ალბათ მართლაც ეგრე არის რა. მარტომ უნდა გავაკეთო ყველაფერი. საქართველოს მარტომ უნდა დავიცვა და საქართველოს ისტორიაც მარტომ უნდა დავიცვა. ყველა ისტორიკოსი და ყველა
აუ რა მაგრათა აქვს ვაჟას ის ლექსი დაწერილი თამარზე თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ტიპი ამბობს ესეთ რაღაცას რა აი მაგრად რეზონირდა ჩემთან და ეგრევე გულზე მომხვდა და ეგრევე შევიგრძენი რას ამბობს იცი ტიპი ხედავდიო მარტოდ იბრძოდაო მაგრამ ვერ ვშველოდიო ხმალზე ვივლებდი ხელსო მაგრამ ვერ ვშველოდიო ხედავდი ხალხი დგას და შიგა და შიგ ტაშს უკრავს ამ ერთ ქალსო და ვერავინ ვერ ეხმარებაო ვერავინ ვერ ეხმარებაო გესმით და თამარზე აქვს ეს ლექსი დაწერილი და წინასწარმეტყველური ლექსი არის რო იცოდეთ და თქვენ თუ არ იცით ჩემი სახელი მე თამარი მქვია დაბადებიდან თამარი მქვია არ გადამიკეთებია სახელი სისამაია რო აკეთებინებს ახლა ხალხს სახელებს და 200 ლარებს რო ახდევინებს დაბადებიდან თამარი ვარ წინა ცხოვრებაშიც თამარი ვიყავი და ეხლაც თამარი ვარ წინა ცხოვრებაშიც ბაგრატიონი ვიყავი და ეხლაც ბაგრატიონი ვარ კიდე გინდათ გაიგოთ ჩემზე რამე წინა ცხოვრებაშიც 3 ხალი მქონდა და ეხლაც 3 ხალი მაქვს გაგიკვირდათ რეინკარნაციას არ აღიარებენ ქრისტიანები კი აღიარებენ აბა კარგად ჩაიხედეს სახარებაში ელია რომ იოანე არის ისიც რეინკარნაციაა აღიარებენ ქრისტიანები რეინკარნაციას რო იცოდეთ წინა ცხოვრებაშიც მწვანე თვალები მქონდა და ეხლაც მწვანე თვალები მაქვს ტბისაებრ მზისა ესე არის აღწერილი თამარის თვალები და ესეთი თვალები მაქვს მეც წინა ცხოვრებაში როგორი ქმარის მყავ და ისეთი ქმარი მყავს ეხლაც ესეც დამთხევაა რა მართლა გეუბნებით ისეთი დამთხევაა რომ დამთხეული ვარ პირდაპირ რა გინდ გიჟი დამარქვით და გინდ გადარეული გინდ აღმდგარი და გინდ კიდე ახლად დაბადებული რაც გინდა ის დამარქვით რა მე ვერ შემაჩერებთ გომბეშოებო და ისრაელის სიონისტებო ვერ შემაჩერებთ მე მაშინაც ქრისტეს ვიცავდი და ეხლაც ქრისტეს ვიცავ რო იცოდეთ რა და მე მაშინაც ქრისტესთვის მოვკვდი და ეხლაც ქრისტესთვის მოვკვდები რო იცოდეთ ვერ შემაჩერებთ ვერ გადამივლით და ვერაფერს ვერ მიზავთ თუ მამაზე ციერის სურვილი არ იყო ეს თამარ შენ გარემოცაში გრძნობან ხედავ მაშინ ეპიროვნებებს კი ყველას თითქმის ყველას ვინც ჩემთან ახლოს იყო ყველას და როცა აღდგება ერთი აღადგენს ჯარს და ზუსტად იმ ჯარს აღვადგენ როდესაც აღუდგები მაგრამ დაბნელებულ და ბნელ ხალხს სჭირდება ისინი რა ქვია ფაქტები და დამოწმებები აი ეს ფაქტები და დამოწმებების დროც რო დადგება მაშინ დაიჯერებთ ალბათ და მაშინ ვინც დაიჯერებთ იმათ არც ერთს არ ჩაეთვლება ქრისტიანობა იცით რატომ ურწმუნო თომები არიან და იმიტომ სანამ ჭრილობაში ხელს არ ჩაყობენ მანამდე არ სჯერათ რომ აღდგომა შეიძლება და მანამდე არ სჯერათ რომ დედის მუცლიდან შეიძლება აიღოს ხორცი ნებისმიერმა წმინდანმა არ სჯერათ იმიტომ რომ თამარი სხვანაირად წარმოუდგენიათ გაწეწილი და უბრალო კი არა ფეხიშველი რო დადის და გადატყავებული რო აქვს დახეთქილი ფეხები რო აქვს არა ისეთი კი არ იყო თამარი შილაკები ესვა და იჯდა ესე პრინცესასავით მეფესავით იჯდა გინდა გითხრათ რას აკეთებდა თამარი როდესაც ხიდს აშენებდნენ კოშკს ან ნებისმიერ ეკლესიას თვითონ ზიდავდა ხოლმე ქვებს აი მაგას აკეთებდა თამარი იცით რას აკეთებდა კიდე თამარი როდესაც ომში ვიყავდა ჯარი თვითონაც ხმალი ეკეთა წელზე და როცა საჭირო იყო მაშინაც უბრძოლია თვითონაც ფეხიშველი დადიოდა გესმით შილაკე ფეხებიანები არ დადიოდა და თმაშეღებილი არ დადიოდა ჯვალო ეცვა შიგნიდან ჯვალო იცით რა არის რო იკბინება ტანსაცმელი კანზე რო კბენს და სიამოვნებას რომ არ განიჭებს არც ტანსაცმლის ჩაცმა
რატო აკეთებდა ამას თამარი? რატო რა მეფე არ იყო? არ უნდა მომსახურებოდნენ? იმიტომ რომ თავის თავს წვრთნიდა. რისთვის წვრთნიდა? აი იმისთვის რომ ეხლა რომ მოვიდოდა ამ დედამოწყნულ ცხოვრებაში. ამისთვის გაეძლო, მაგისთვის წვრთნიდა. გესმის? თორე მაშინ რო საქართველოს არ უჭირდა ისე დღეს ნეტა იყოს ისე საქმე. არა, თამარი არ ისხდებოდა და თამარი არ იგინებოდა, დედია ბებია თქვენისამ კიდე რა. იმათმა ყველაფერი იციან, იმიტომაც წაუშალეს ბეთანიაზე ეს ხალები თამარს და იმიტომაც დედამოწყნულებივით დარბიან და აგერ თან მაიგნორებენ და თან პასუხებს მცემენ, რომ იციან, რომ ძალიან კარგი პასუხები მაქვს მე მაგათთან. და თან ბლოკავენ. და თან ვითომ არ იციან ჩემს შესახებ, არა, საერთოდ არ გაუგიათ. და ვისაც გაუგია, არა, მაგოგოს არ ელაპარაკოთ, გიჟია, გადარეულია კუდიანია და ის არის, ქაჯია და რაღაცა არის. ფსიქიკურად შეშლია და ყველაფერი ვარ იმის გარდა რაც ვარ რა, მაგათთვის. ოღონდაც ის არ გაიგოს ხალხმა, რომ მე თამარი ვარ. ჭკუა ეკეტებათ, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს. რასაც ვიტყვი, იმას მეორე დღეს უკვე ამზადებენ. აი მეორე დღესვე უკვე დადებული არის იქ ტელევიზიაში უკვე მოწვეულია ხალხი, იქ უკვე გეცემანიაში ხალხი დგას და იქ უკვე ხეებს რგავს. გესმით? აი ესე დამყობიან თან კუჩი. და თან ვითომ ჩემს შესახებ საერთოდ არაფერი არ იციან. ჩემი პირიდან გამოვა წყევლა და თავზე ნავთს დაგასხავთ და მერე ცეცხლს რო იცოდეთ რა. ფრთხილად იყავით. გინდა ჩემთან მიმართებაში და გინდა საქართველოსთან მიმართებაში იცოდეთ რა. ჭირივით შემოესიენ ეს იუდეველი სიონისტები ამ საქართველოს და ხანის დაითრიეს და ხან უფლის ციხე და ხან მცხეთა და ხან ასურეთი. დაინაწილეთ ხო თქვენ გონიათ თქვენ საცოდავებო თქვენ. მოკლედ ეხლა მე მჭირდება ერთადერთი ვიღაცა ჩემი ჯარიდან ერთადერთი ვიღაც მჭირდება. ხო და ის ვიღაცა რო გამოფხიზლდება ხო? გონს რომ მოვა, აი მერე უკვე დაიწყება რაც დაიწყება, მაგრამ ის ერთი ვიღაც ვერ მოდის გონს, ის ერთი. თუმცა შეიძლება გონს მოდის, მაგრამ ჯერ კიდევ შიშები ვერ დაუძლევია. ამო განახოთ რას ვაკეთებდი და რატომ აქ ესეთი ხელები. მან დავდე ტელეფონი. ეხლა არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ მე ხო თამარი ვარ რა და ეხლა გაჩვენებთ, მე ხო მამაკაცივითაც შემიძლია ვიმუშაო. ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ ის რომ მე მამაკაცურ საქმესაც ვაკეთებ და მამაკაცივით რომ ვიგინები ხოლმე, ნურცე გაგიკვირდებათ მეგობრებო, მართლა ნუ გაგიკვირდებათ. ჭუჭყიანი ხელები და შეუღებავი თავი და გაწეწილი თმები რომ აქ ნურცე გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ რაც მე წინა ცხოვრებაში ეს თმები ვარცხნეს და ის ჩამაცვეს რაც არ მინდოდა, ეხლა ვნებივრობ, გესმით? აი ნახეთ რას ვაკეთებდი. ეს არის ეხლა აი ტაჭკა აქ არის, ტაჭკა არის ურიკა. ეს არის ჩვენი გითხარით უკვე ბიომასას აგვყრიდით, ხო? ეხლა მიწად გადაიქცა და ვცდილობ რომ აი აქედან ამოვარჩიო ეხლა ეს ტოტები და წამოდით, წავიდეთ. ამ ძაღლს აქ რა უნდა? აი ეს შემდეგი ბიო ის არის, ესეც გადაიქცევა მერე ისე შავ მიწად და აი აქ ეხლა ტერასებს რო ვაკეთებთ.
აი აქ ჩავყარე ახლა ეს მიწა. ახლა შავი მიწა ხედავ? ტოტები აქ ჩავყარე. ამას გადავავსებთ ახლა მიწით. გესმით? აი ამიტომ მაქვს ესეთი ხელები. აი ჩემი გაბრაზებული სახე რომ სერიოზულად მიიღოს ხალხმა, ესე კი არ ვიქნებოდი ამ გაბრაზებულ და ყვირილად თამარი კი არ ვიქნებოდი. არამედ ომის დროს თამარი ფეხშიშველა ადიოდა სალოცავში და სანამ არ მოიგებდა ომს მანამდე სულ ლოცულობდა. შესავით მაქვს თმები. მეც არ ვიღებავ. ძალიან კარგი ეკა. ყველაზე მაგარია ეგ, იმიტომ რომ ყველაზე ადვილად იღებს ინფორმაციებს თმა, როდესაც ხელუხლებელია. ასე რომ გავაგრძელებ ახლა მე ჩემს სამუშაოს და აბა თქვენ იცით. თქვენ შეგიძლიათ თქვენს გაქვთ ხმები, მაგრამ როცა არ იცის ადამიანმა როგორ დაიცვას, ისე კი არ გადანაშაულებთ, იცით? აი მე ხო გამოცდილება მაქვს წინა ცხოვრებიდანაც, რა ძალიან მიადვილდება ეს სამშობლოს დაცვა. და ვისაც არ აქვს გამოცდილება, იმას ის იცი როგორ იმაშია დაბნეული, არ იცის რა ქნას. რა კედელს ახეთქოს თავი არ იცის, გესმის? და იტალიაში ასე შეუღებავით მით დავდივარო. მაგარი ხარ ძალიან. იტალიელებსაც იმას ქენი, რა ქვია, ასწავლე ჭკუა. ხო და ესა რა ქვია, არაუშავს, მეგობრებო, მე იმისთვის კი არ მოვსულა ამ დედამიწაზე, რომ დავიბადო, ვჭამო, ვჯვა და უკაცრა მერე ისევ მიწაში ჩავიდო და ამად ვიქცე ისევ. მაგისთვის არ დავბადებულა, რომ მე აქ სხვა რაღაცისთვის დამბადა მამაზე ციერმა, თორე ტყუილად მე აქ აღარ ჩამოვიდოდი. არა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება მე როგორც წინა ცხოვრებაში ვიცხოვრე, ხო, უკვე მივხვდი მე ამ ცხოვრებისეულ სიყალბეებს, მაგრამ აი სწორედ იქ სადაც მაშინ გაწყვიტეს თამარის გეგმები, ეხლა დაერხევათ მაგათ. რა, თქვენ გონიათ რომ ეხლა ღმერთი იმისთვის დამბადებდა და იმისთვის შემომიშვებდა ამ სამყაროში, რომ იგივე გზა გავიარო და იგივენაირად დედა გვიტირონ ამათმა? არა, მეგობრებო, არა და აი ნახავთ, სასწაულებს მოახდენს ღმერთი. სასწაულებს მოახდენს ღმერთი, რა. თქვენ ნახავთ და თქვენ თუ ის სასწაულები ვერ დაინახეთ, რაც მე აქამდე დღემდე თქვენთვის გამინდვია, ხო? აწი რაც არ უნდა სასწაული მოხდეს, კიდე მაინც ვერ დაინახავთ. მაგრამ ვინც ის სასწაულები უკვე დაინახა, რა სასწაულებიც მე დავდე ამ სოციალურ სფეროშიც და ლაივშიც, ისეთ ცხოვრებაშიც, ხო? აი მაგალითად ვინც დაინახა, ის ნამდვილად ბოლომდე დაინახავს და ქრისტესაც იხილავს. მაგრამ მე კი არავის არ უნდა ვეხვეწო, რომ დამინახით და მაღიარეთ. ადამიანი, რომელიც ამ დედამიწაზე მოდის თავისი მისიით, იმას აღარ მათხოვრობს, რომ მაღიარეთო, გესმის? და ვინც მაგას მათხოვრობს, რომ მაღიარეთო, მათხოვრობს, გესმის? ცუდად კი არ იგულისხმოთ, მათხოვრობს, მაინც ითხოვს და ითხოვს, რომ მაღიარეთ. ამისთვის არ მოსულა მე რომ მაღიაროთ. მე იმისთვის მოვედი, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. მე იმისთვის მოვედი, რომ რაც მაშინ ვაკეთე, ისიც დღეს ვაკეთო და კიდე იმაზე უფრო უკეთესი. გესმით? და რა ვაკეთე? საკუთარ სამშობლოს ვემსახურე და საკუთარ ხალხს. და ეხლა რას ვაკეთებ? არანაკლებს. ჩემი პირობებიდან გამომდინარე, დღეს უფრო მეც ვაკეთებ ვიდრე მაშინ. იცით რატომ? მაშინ ძალაუფლება ჩამიგდეს ხელში და დღეს, როდესაც ძალაუფლება არ გაქვს და მაინც შენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის იბრძვი, აი ეგ უფრო დიდად ღვაწლია ვიდრე მაშინ, როდესაც მოგწეს ძალაუფლება და შეგეძლო ნებისმიერისთვის ის გაგიკეთებინა, რასაც ეტყოდი. გესმის? არ არის ეგ.
ეხლა ეგ პირობები არ არის, ეხლა სხვანაირი პირობებია. სამყარო იცვლება განვითარებაშია, ყოველწუთიერ და ყოველწამიერ განვითარებაშია და მე-12 საუკუნიდან დღემდე 800 წელზე მეტი გავიდა და დღეს რა მონაცემებით დაგხვდა ჩვენ ამ დედამისაზე, იმ მონაცემებით უნდა ვიბრძოლოთ. გესმის? სხვა გზა აღარ გაგვაჩნია, ჩვენ უკან ვერ დაბრუნდებით და ვერც გავუსწრებთ დროს. ჩვენ უნდა ვიხამძღვანელოთ იმით, რაც ეხლა გაგვაჩნია. და ეხლა რა გაგვაჩნია? რაც გაგვაჩნია, რაც გაგვთ ის შეინარჩუნეთო, რა თქვა, ვინ თქვა? ბერმა გაბრიელმა ხო თქვა? ხო და გავაკეთოთ, რა ვიცი, მე მაგას ვაკეთებ და თქვენ თუ იმას ფიქრობთ, რომ თქვენი საკუთარი სახლები უნდა შეინარჩუნოთ და ბანკებიდან ვალები გამოიტანოთ, ეგ არ არის შენარჩუნება, ეგ არის განიავება დროისა და მატერიისა და იმის რესურსების. და ყველაზე რთული დავალება მე მომცა ღმერთმა, რომ პირველ რიგში ის, რომ რთული დავალება მე კი არ მომცა, ნებისმიერ ჩვენგანს მისცა რთული დავალება, მაგრამ ვინ გაიგო ეს რთული დავალება, ვინ შეიცნო და ვინ ასრულებს, აი ის არის ცუდ დღეში. იმიტომ რომ უამრავი ადამიანია, რომელიც თავის დავალებას ჯერ ვერ იგებენ რა აქვთ და მეორე კიდე ძინძინარე მდგომარეობაში არიან, რომ მეორედ მოსვლა იქნება ღმერთმა იცის როდის და ცხოვრობენ ესე ნეტარებაში. გესმის? ნეტარებაში. ანუ კიდე იმას ფიქრობენ, ნეტარება იმ ხეს, რომელსაც 64-ის ხე ერქვა და აი ასე ნეტარებაში ცხოვრობენ, სანამ როცა გაძლევს ღმერთი იმის უნარს, რომ შედი და ნახე რა ება. შედი და ნახე რა ება. და როგორ უნდა შეხვიდე? ჩემს მე ვარ გზაო, ქრისტე გეუბნება, ხო? ჩემს გარეშე იქ ვერ შეხვალ. ხო და რა ვიცი, აბა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 99% გონია, რომ ქრისტეშია უკვე და აგერ უკვე ბილეთები აქვს ნახიდი სასუფეველში. მაგრამ აგერ ხედავენ, რომ ქვეყნის საქმე ფუჭდება და თვითონ არა მხოლოდ ქვეყნის საქმე ფუჭდება, ქრისტეს შეურაცხყოფენ. ქრისტეს ჯერ ეგერთიც ქრისტეს მოპარეს მთელი იდენტობა. ის რომ ქრისტე ქართველი იყო, უცბად ებრაელად გადააკეთეს. ამას ხომ არავინ არ იცავს და აგერ თურმე ებრაელებს აქვთ უფლება, რომ საქართველოში შემოვიდნენ და მიწები იყიდონ და იქ მოშეები ააშენონ და იქ ის ჭკუა გვასწავლონ და იქ რაღაცეები და იმ ჩვენმა უნეტარესების მოციქულებმა ის აქნან რა ქვია, ქრისტეს ტიტული მიაწერონ ერთ-ერთ ტრაწიან კაცს. ხო და ასე რომ, რა ვიცი, სანამ თქვენ მანდ ზიხართ, მაგ მდგომარეობაში ზიხართ, ხო? მე აგერ მიწას ვთხრი. აბაჰე. ნეტა ვის ვთხრი მიწას.